Kolegebo, quorumi არის, შეგვიძლია დავიწყოთ ბიუროს ხდომა. Გაგაცნობთ დღის წესრიგს. კენჭსახალ საკითხებში გვაქვს აუდიტის გენერალური აუდიტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ცნობად მიიღება, რომელსაც ჩვენ პლენარის ხდომაზე ხვალ ცნობად მივიღებთ. რაც შეეხება განსახილველ საკითხებს, ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილება პირველი მოსმენით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ კანონის ცვლილება მესამე მოსმენით, უმაღლესი განათლების შესახებ კანონის ცვლილება მესამე მოსმენით, ზოგადი განათლების შესახებ კანონის ცვლილება მეორე მოსმენით, საერთაშორისო დაცვის შესახებ კანონის პროექტი მეორე მოსმენით, თავდაცვის კოდექსში ცვლილება მესამე მოსმენით, 31 საკითხად საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ კანონის ცვლილების პაკეტი მეორე მოსმენით, 56 საკითხად ინოვაციების შესახებ კანონის ცვლილება მეორე მოსმენით, 71 საკითხად ადმინისტრაციულ სამართლებრივთა კოდექსში ცვლილება პირველი მოსმენით, 71 საკითხი შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონის პროექტი პაკეტი პირველი მოსმენით, 75 საკითხი საქართველოს და აზიის განვითარების ბანკის შორის რატიფიკაცია შეთანხმების, შემდეგ სახალხო დამცველის ანგარიში 24 წელს ადამიანის უფლებათა და თავისუფლების დაცვის მდგომარეობის შესახებ, ეროვნული ბანკის 24 წლის ანგარიში და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში. რაც შეეხება ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს, პროკურატურის შესახებ კანონში ცვლილება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წამყვანი დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნა და გთხოვთ მიიღოთ გადაწყვეტილება. გთხოვთ კენჭი უყაროთ დაჩქარებულ განხილვას, მადლობა. შემდეგი ნავთობის და გაზის შესახებ კანონში ცვლილების პაკეტი. პაკეტია დაჩქარებული წესით არის აქაც განხილვა მოთხოვნილი, დარგობრივი კომიტეტი, წამყვანი კომიტეტის სტატუსით არის გარემოს დაცვის და საფინანსო სავალდებულო დაცვის. კი ბატონო, გთხოვთ კენჭი უყაროთ დაჩქარებულ წამყვანებას, მადლობა. საზღვაო კოდექსში ცვლილება პაკეტი. დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის წამყვანი საფინანსო სავალდებულო დასკვნისთვის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი. გთხოვთ აქაც ხარდაჭერას, მადლობა. საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ ცვლილება. კულტურის კომიტეტის წამყვანი ადამიანის უფლებათა დაცვის და ევროპასთან ინტეგრაციის სავალდებულო დასკვნისთვის. ბატონო, დიზაინის შესახებ კანონში ცვლილება. აქაც კულტურის კომიტეტის წამყვანი დარგობრივი ეკონომიკის და ევროპასთან ინტეგრაციის სავალდებულო დასკვნისთვის. ბატონო, ადმინისტრაციულ სამართლებრივთა კოდექსში ცვლილება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წამყვანი დარგობრივი ეკონომიკის სავალდებულო დასკვნისთვის. საკონსულო საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილება. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანი კომიტეტის სახელმწიფო ქონების შესახებ პაკეტი ცვლილების. დარგობრივი კომიტეტის წამყვანი გარემოს დაცვის და საფინანსო საბიუჯეტო სავალდებულო დასკვნისთვის. მადლობა. რაც შეეხება საორგანიზაციო საკითხებს, პირველი საკითხი გახლავთ პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ასარჩევად გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურის წარდგენის შესახებ. გადაეცემა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტს პროცედურების გასავლელად და მიმდინარე კვირას კენჭსუყრით და ავირჩევთ ახალ გენერალურ აუდიტორს. შემდეგი დასამტკიცებელი გვაქვს საქართველოს პარლამენტის წევრის მარიამ ლაშხის მიერ წარმოადგენილი ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის დებულება და პირველი საორგანიზაციო სხდომის ოქმი, რომლის მიხედვითაც თავმჯდომარედ იქნა არჩეული ქალბატონი მარიამ ლაშხი, ხოლო კომისიის მდივნად ქალბატონი ეკა სეფაშვილი. გთხოვთ დავამტკიცოთ დებულება და ოქმი. მადლობა. შემდეგი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ წარმოადგენილი საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების ხელმძღვანელები და შემადგენლობები. არის დასამტკიცებელი ბატონიკა. კი ბატონო, მოგესალმებით, როგორც იცით, დადგენილებით შექმნილია საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფები. ჩვენ ახლა წარმოვადგინეთ ყველა ამ შექმნილი ჯგუფის ხელმძღვანელები და შემადგენლობა გარდა ბალტიის ქვეყნებისა, რადგან ბალტიის ქვეყნების მეგობართა ჯგუფების ხელმძღვანელობა არც ერთმა პარლამენტის წევრმა არ ისურვა. შესაბამისად, ჯერჯერობით გვაქვს ასეთი მდგომარეობა, რომ არის ყველა ჯგუფი შექმნილი, დაკომპლექტებული თავის ხელმძღვანელებით, შექმნილი ასევე ის სამი ჯგუფი, რომელზეც ახლა ვისაუბრეთ, უბრალოდ არ ყავს ხელმძღვანელი. მადლობა.
დიახ, მადლობა. როგორც იცით, ჩვენ პარლამენტის დადგენილებით შევქმნით სამუშაო ჯგუფები, მათ შორის შექმნილია სამუშაო ჯგუფი ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის პარლამენტთან, თუმცა შემადგენლობაში ყოფნა ჯერჯერობით არავინ გამოხატა სურვილი რომ იყოს შემადგენლობაში. რა თქმა უნდა, ეს განპირობებულია ამ სამი ქვეყნის პარლამენტის არამეგობრული პოლიტიკით ქართული ხალხის მიმართ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის პარლამენტები დაუბრუნდებიან ქართული ხალხის მიმართ მეგობრულ პოლიტიკას და რა თქმა უნდა მოგცემს ეს შესაძლებლობას შემდეგ პარლამენტის წევრებსაც რომ დაკომპლექტდეს შესაბამისი მეგობრობის ჯგუფები. ჩვენი გადაწყვეტილება იყო მათ შორის რომ პოლიტიკური ეს მეგობრობის ჯგუფები შექმნილიყო, თუმცა არ არის დაკომპლექტებული. მანამ სანამ არამეგობრული პოლიტიკა იქნება ამ სამი ქვეყნის პარლამენტს ქართული ხალხის მიმართ, რა თქმა უნდა, რთული არის აქ რომ კონდეს მოლოდინი, რომ ქართული ხალხის არჩეული წარმომადგენლები ქართული ხალხის მიმართ არამეგობრულად განწყობილი ქვეყნების პარლამენტებთან მეგობრობის ჯგუფებში ისურვებენ ყოფნას. ამიტომ მოუწოდებთ ამ სამი ქვეყნის პარლამენტებს რომ დაუბრუნდნენ მეგობრობის ფორმატს და უარი თქვან არამეგობრულ ნაბიჯებზე ქართული ხალხის მიმართ. დავამტკიცოთ ჩვენ შემადგენლობები. მადლობა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს. შემდეგი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საქმეთა კომიტეტის მომართვა, რომელიც ეხება გადავადებას ანგარიშისა 60 დღით. გთხოვთ, კენჭი უყაროთ. შემდეგი გახლავთ ასევე კულტურის კომიტეტის მომართვა ასაკაც ანგარიში აჭარის ტელევიზიის და საიდუმლო მაღაზიის ანგარიშის გახილვისათვის 30 დღის გაგრძელებასთან დაკავშირებით თხოვთ ამასაც კენჭი უყაროთ. მადლობა. შემდეგი საპროცედურო საკითხთა წესების კომიტეტის მომართვა რომელიც კი ბატონო ახალი ვადები დაჩქარებული პროექტისთვის საჯარო სამსახურის შესახებ კანონის ეხება გთხოვთ აქაც მხარი დაუჭიროთ და შემდეგ სასიო კვირას იქნება დაჩქარებული წესით განხილული. შემდეგი გახლავთ დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვა, რომელიც ეხება ასევე განხილვის ვადის გადაწევას, გაგრძელებას 30 დღით. კერძოდ კონვენცია საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებული კონვენციის განხილვის ვადა რატიფიკაციის აკაცხოვთ მხარდაჭერას. მადლობა. კიდევ ერთი კენჭისყრის საკითხი არის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის მომართვა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელებასთან დაკავშირებით აკაც გთხოვთ მხარდაჭერას. მადლობა. ცნობად ვიღებთ ვიზიტებთან დაკავშირებით ინფორმაციას განათლების და მეცნიერების კომიტეტისგან. გივი მიქანაძის ვიზიტი, ასევე ხალბატონი მარიამ ლაშხი, IPU-ში ვიზიტი, ასევე შემდეგიც ეხება ამ საკითხს, ასევე ცნობად ვიღებთ უარყოფით დასკვნას საკანონმდებლო წინადადებაზე დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტისგან მე-12, მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-17, მე-18 მე-19, მე-20, 21, 23-ის ჩათვლით არის უარყოფითი დასკვნები სხვადასხვა კომიტეტიდან მოწოდებული საკანონმდებლო წინადადებებთან დაკავშირებით. 24 საკითხი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოქმნილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში, რომელიც გადაეცემა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტს. ასევე ინფორმაციისთვის გენერალური პროკურორის გიორგი გაფიტაშვილის მომართვა გენერალური პროკურორის თანამდებობის დატოვების შესახებ. 26 საკითხი გახლავთ გენერალური აუდიტორის მომართვა ცნობად მიღების საკითხი, რომელიც შევიყვანით პლენარულ სხდომის დღის წესრიგში. ასევე არის ეროვნული სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარმოდგენილი 2022 წლის საქმიანობის ანგარიში, რომელიც დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს გადაეცემა და არის სამი საკანონმდებლო წინადადება, რომელიც პირველი შეეხება პარლამენტის საქმიანობის საჯაროობის შესახებ საკითხებს, გადაეცემა საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, შემდეგი ეხება უმაღლესი განათლების კანონის ცვლილებას, საკანონმდებლო წინადადება გადაეცემა განათლების კომიტეტს და მესამე გახლავთ ხეების ჭრის აკრძალვასთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადება, რომელიც გადაეცემა
გარემოს დაცვის კომიტეტს და ბოლო საკითხი გახლავთ ლობისტის ინფორმაციას სოციალურ დახმარების შესახებ და სხვა კანონპროექტებზე მუშაობის პერიოდში გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით ესეთ ინფორმაციისთვის. სხვა საკითხი თუ არ არის, ზოგად განრიგს გაგაცნობთ საზოგადოებისთვისაც, ჩვენ მიმდინარე კვირას გვექნება რამდენიმე ანგარიშის მოსმენა, ეროვნული ბანკის ანგარიშის და სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენა, გვაქვს ასევე სხვადასხვა კანონპროექტები, მათ შორის დაჩქარებული კანონპროექტები, წინასწარი განრიგით და დღის წესრიგით ჩვენ სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი დაგვჭირდება პლენარული სხდომები, ფიქრობ, რომ 3 დღეში ამოვწურავთ დღის წესრიგს. ეს იქნება ჩვენი მიმდინარე კვირის დღის წესრიგი. ხვალ ბიურო დაგვჭირდება ასევე 12-ს დააგდება 15 წუთი. სხვა საკითხები თუ არ არის, ბიუროს სხდომა დახურულია.